გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ერთ-ერთ ჩემს ყველაზე საყვარელ პროდუქტს, რომელიც არის სტეიკი. და ჩვენ დღეს არა მხოლოდ სტეიკს შევწავთ და გასწავლით როგორ შეწავთ იდეალური სტეიკი. არამედ დღეს გავაკეთებთ ერთ-ერთ ყველაზე იდეალურ სენდვიჩს, რომელსაც ქვია სტეიკ სენდვიჩი. მარტივს, მაგრამ გენიალურს. ამიტომ დავიწყოთ. როგორც მანამდე ვახსენე, ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება სტეიკ სენდვიჩს და ამ ეპიზოდში ჩვენ გავივლით თუ როგორ გავაკეთოთ ის იდეალური პროდუქტი, რომელსაც ქვია სტეიკ სენდვიჩი და როგორ მოვიგოთ უამრავი ადამიანის გული. ბევრმა დაგვიწერა რომ გვესწავლებინა ჩვენ იდეალური სტეიკის შეწვა და მაგისთვის კიდე ცალკე ჩავწერთ ვიდეოს თუ როგორ უნდა შევწვათ სხვადასხვა დონეებზე სხვადასხვანაირად სტეიკი და როგორ არ გამოდის ყველაზე იდეალური სტეიკი. გვერდზე გადავდოთ ეგ სხვა ეპიზოდის თემატიკა და დავუბრუნდეთ ჩვენს თემატიკას სტეიკ სენდვიჩს. დღეს გავაკეთებთ იდეალურ სტეიკს და გავაკეთებთ იდეალურ соуს, იდეალური პურით და იდეალური ჩიმიჩურით. დრო რო აღარ დავკარგოთ, გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ასევე გავაკეთებთ კარამელიზებულ ხახუს. აი, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ გავაკეთოთ ჩიმიჩური соуსი. ჩიმიჩური соуსთვის დაგვჭირდება ფინზი, ოხრახუში, წითელი წიწაკა, ნიორი და ბევრი ზეითუნის ზეთი. ჩიმიჩური соуსი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი соуსი მთელი მსოფლიოს გარშემო. კეთდება თითქმის ყველა რესტორანში, სადაც იჭმევა სტეიკი. არის წარმოშობით ლათინური ამერიკიდან. ყველაფერი ძალიან წვრილად უნდა დავჭრეთ. მწვანელებიც, ნიორიც, წითელი წიწაკაც, მერე ლიმონი და ფორთოხოთანი შევაძავებ, როცა ამ უფრო პიკანტური გემო მოვიცეთ და ზად არის ჩვენი ჩიმიჩური соуსი. როგორც თქვი ძალიან წვრილად უნდა დავჭრეთ და შეიძლება დაგჭირდეთ გადაკეპვა. არ უნდა შეკვეთ შემდეგში დიდი მწვანელის ნაწილაკები. დავიღოთ მწვანე წითელი წიწაკა, წითელი შეგიძლიათ იხმაროთ და მწვანეც და დავჭრით ძალიან წვრილად. ამოვაცვლით რა თქმა უნდა გულს და თესლებს, რომ ძალიან ცხარი არ იყოს. არ ვიცი შემჩნევთ თუ არა, მაგრამ ვიღებთ ღამე, გადავიდეთ ღამის რეჟიმზე, რადგან ღამე უფრო შეგვშვიდება ხოლმე. შემდეგ გავიღებთ ერთ სატვილის ნიორის კვილს, დავაპიურებთ, ეს დავაყრით ზემოდან ცოტა მარილს. ჟან-ჟაკ ლურსმანი დგას უკან, მაგრამ თავისი აროგანტული ქარაქტერის გამო ეხლა რაღაცებს აღარ ვასწავლი და ავიღოთ ეხლა პატარა ჯამი, ავიღოთ ეხლა ჩვენი დაჭრილი მწვანელებით წიწაკა და ნიორი. ყველაფერი ჩავუშვათ შიგნით, ძმარი, რომელსაც ცოტას დაახლოებით 1 სუფრის კოვს ჩავასხავთ შიგნით. ასევე შიგნით ჩავასხავთ ზეითუნის ზეთს, რომელიც უნდა იყოს ბევრი, ანუ განახებთ როგორი კონცენტრაცია უნდა იყოს. თლიანად და უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არ არის რამე სხვა, ეს არის соуსი. ამიტომ უნდა იყოს соуსის კონსისტენცია, ამიტომ უნდა იყოს თხევადი, ამიტომ ჭირდება ბევრი ზეთი. და არ არის მნიშვნელობა აქვს მაიონეზიან შეჭამ თუ ზეითუნის ზეთიანს, მაინც ორივეში ძალიან ბევრი ზეთია. ასევე ავიღებთ ეხლა დაახლოებით მეოთხედ ლიმონსაც ჩავაწურავთ შიგნით. ასევე ავიღებთ ფორთოხალს, ფორთოხლის ცედრა შიგნით ჩავახეხავთ. ეს ეხლა მოვიფიქრე, ალბათ მოუხდება. და ასევე ჩავასხავთ შიგნით ფორთოხლის წვენს, რომ მივიცეთ ფორთოხლის სიტყბო და გემრიელი გემო. ავიღებთ ეხლა მარილს და ამოვურევთ კარგად. ეხლა გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელსაც ქვია კარაქი. კარაქი იქნება არომატული კარაქი, რომელსაც პლუსო გავხავთ, მე წავსვენ ზემოდან, რომ არომატები დაგვეჯახოს პირში. დაახლოებით 40 გრამი კარაქი, შეგიძლიათ 50 გრამი გავუკეთოთ, რატომაც არა. ასევე დაგვჭირდება პაპრიკა, დაახლოებით 1/2 ჩაის კოზი, ნიორი, დაახლოებით 1/2 ჩაის კოზი, ორეგანო, დაახლოებით მე-4 ჩაის კოზი. დაგვჭირდება 1 ცალი ნიორი, ცოცხალი. გავუკეთებთ ცოცხალ ნიორსაც, რომ უფრო მეტი ნიურის გემო იყოს შიგნით. ასევე გავუკეთებთ დაახლოებით 1/2 სუფრის კოვს დიჯონის მარცვლოვან დოგს და ამ ყველაფერს ერთმანეთში კარგად გადავურევთ. კარაქი რა თქმა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რომ ესე კარგად გადაიზილოს. დავუმატეთ ეხლა ცოტა მარილი, იმიტომ არ დაგვემატებია. ესე ჩვენი მეორე კომპონენტი, რასაც ქვია კარაქი. ასევე დამოწლა კარაქში გავკეთებინა მწვანე ხახუ დაჭრილი წვრილად, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მთავარ კომპონენტს სტეიკს. სტეიკი უნდა იყოს დავარგებული აუცილებლად და სტეიკის ამბავი როგორ არის? სანამ შევწვათ, აუცილებლად უნდა მივუყანოთ ოთახის ტემპერატურამდე, ანუ მაცვრიდან გამოგებული სტეიკი პირდაპირ ტაფაზე არ უნდა დავაგდოთ, რადგან არათანაბრად იწვება ტაფაზე. ამიტომ ავიღებთ ახლა ამ სტეიკს, გავხსნით, ოთახის ტემპერატურაზე მივყვანილ სტეიკს გავხსნით და შემდეგ ავიღებთ ხელსახოთს და კარგად გავამშრალებთ სტეიკს ზედმეტი სითხისგან. ზედმეტი სითხისგან
იმიტომ ვამშალებთ, რომ უფრო კარგი ხრასტი, ანუ უფრო კაი ხრატუნა კანი გაიკეთოს და უფრო კარგად მოხდეს მაიარდის რეაქცია. მაიარდის რეაქცია, ანუ არის კარამელიზირება პროდუქტის შიდა შაქრების, ანუ ეს გარედან რო იკეთებს ხრატუნა კანს ხორცი, ეგ არის შაქრების კარამელიზირება, ანუ მაიარდის რეაქცია. როგორც ხედავთ, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე გამშალებაში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი. და ეხლა ვიღებ სტეიკის ყველაზე კარგ მეგობარს, მარილს. მარილი უნდა ბევრი. მარილი უნდა იმდენი, რამდენიც გონიათ, რომ არ უნდა. მარილის დაყრა ბევრი ბინახია ხოლმე, ესე აყრის ხოლმე მარილს. არა. მარილს აიღებს ესე კარგ მწიკს და ზევიდან დააყრეთ. ისმის კითხვა, რატომ ზევიდან? იმიტომ რომ გაშლა აქვს უფრო დიდი, უფრო დიდ ფართობზე იყრება უფრო თანაბრად მარილი. და ესე რომ დააყრეთ, უფრო მარილიანი და უფრო ცუდი გამოგივათ კერძი. რაც შეეხება ეხა ესე რომ აყრე სტეიკის შეწვის დროს, იცოდეთ რომ ძალიან დიდი არეულობა გექნებათ გარშემო, იმიტომ რომ შეხებები გექნებათ პირველ რიგში. მარილი იყრება ყველგან და მე რო გაჭრით და წვენები რო გამოვა, ეგეც გასთვალისწინებელია. ასევე ქონის მხარეც არ დაგავიწყდეთ. კარგად დააჭირეთ სტეიქს, რომ მარილები ჩაჯდეს და კიდევ ერთი კითხვა. აყრეთ თუ არა პილპილს შეწვამდე? მე არ ვაყრი, რადგან ძალიან დიდ ტემპერატურაზე იწვება სტეიკი და ძალიან დიდ ტემპერატურაზე პილპილი იწვება. ბევრი ადამიანი შეიძლება ვერ ხვდებოდეს დამწვარი პილპილის გემო როგორია, მაგრამ რო შეჭამთ პილპილ მანამდე მოყრილს და პილპილ შემდეგ მოყრილს, მიხვდებით, რომ პილპილის შემდეგ მოყრილი ბევრად გემრიელია. ეხლა ეს მარილი კარგად რადგან ჩაჯდა შიგნით უკვე ესე, ეხლა მოვიდა შემდეგი მეგობრის ჯერი, რომელიც არის ტაფა. ტაფა. რაც შეეხება ტაფაზე ტაფის გაცხელებას, ტაფა უნდა გაცხელდეს ძალიან, ანუ ძალიან უნდა გაცხელდეს, თითქოს ბოლბოლი უნდა ადიოდეს და შემდეგ რომ დავასხავთ ზეს და დავადებ ზებოდან სტეიქს, ოდნავ დაუწევთ, რომ სტეიკი ზერმეტად არ დაიწვას. ასევე რაც ყურად საღები არის, კოკაკოლის ქულების დაგროვება აპლიკაციაში კიდევ გრძელდება. არ ვიცი თვალს ადევნებით თუ არა, მაგრამ ჩვენ გვყავს ერთადერთი გამარჯვებული, ვინც მიდის პარიზში ლეიდი გაგას კონცერტზე. ამიტომ მე იმის თქვა მინდა, რომ ქულების დაგროვება შედეგი გამოიღო. მე მინდა და მომეგო, მაგრამ ვერ მოვიგე. ულასად გამარჯვებულს ლეიდი გაგას კონცერტზე წასვლას. საბათას ძალიან უნდა და ეხა კადრს მიღმაზის ყვითელი პარიკით. ყვითელი თავსახურების მიმართ კიდე ყურადღებით იყავით, რადგან ქვეშ არის მოთავსებული ისევ და ისევ კოდები, ისევ და ისევ აპლიკაცია აქტიურია. შეგიძლიათ შეიყვანოთ, დაგროვოთ ქულები, ასევე შეგიძლიათ რომ ხშირად მინი გეიმიც თამაშოთ. ამასობაში ტაფაც გაცხელდა, დავასხეთ ზეთი და ეხლა დრო მოვიდა რომ შევწვათ ჩვენი სტეიკი. სტეიქს პირველ შეწვას ვიწყებთ ქონის მხრიდან, რადგან დარენდერდეს ქონი და ხეშად მერე არ შეყოს. ანუ პირველ რიგში დებთ ქონის მხრიდან და აი ესე გვიჭირავს. აგერ მოიწვა ჩვენი ქონიც და ეხლა დროა რომ დავიწყოთ სტეიკის შეწვა. 9-ზე მქონდა ეხლა აწეული ელექტროპლიტა გვაქვს ჩვენ, ელექტროფურა გვაქვს როგორც იცით და ეხლა დავუწევ ერთი თქვემოთ, ანუ 8-ზე, რომ ზედმეტად სტეიკი არ დაიწვას. სტეიქს ვაკეთებ შემდეგნაირად. როცა არის დაახლოებით, აი ამ სისქე, 2 თითის სისქე, ანუ დაახლოებით 3 სანტიმეტრი როცა არის, 3 სანტიმეტრიან სტეიქს ერთი მხრიდან წვავთ 3 წუთი ნახევარი, შემდეგ ვატრიალებთ და მეორე მხრიდან წვავთ 2 წუთი ნახევარი. რომ მივიღოთ perfect medium rare. იდეალური შუა იშვიათი. 3 წუთი ნახევარი სტეიქს ვივიწყებთ და მანამდე ვამზადებთ ჩაბატას პურს, იმისთვის რომ გავაკეთოთ სტეიქ სენდვიჩი. 3 წუთი ნახევარი დავინიშნოთ. რო წიკწიკებს ჩვენ სამზარეულოში. პურს მოვაჭრეთ ყუებს, რადგან ყველაზე გემრიელი ნაწილი ყუებია და შევჭამთ. საერთოდ უმჯობესია ხოლმე თუ სტეიქს ზევიდან დაადებთ სიმძიმეს, რომ უფრო თანაბრად იყოს განაწილებული და უფრო კარგად მოხდეს მაიარდის რეაქცია. დავადებ ზევიდან მარილს. ესე. დავახლოებით გავიდა 3 წუთი და გადმოვატრიალოთ ჩვენი სტეიკი. იბშტ. ვიღაცამ შეიძლება მკითხოს თუ როდის უკეთებთ კარაქს. აი ხა. რო გავა დაახლოებით 1 წუთი გადმოტრიალების შემდეგ, ავიღებ დაახლოებით ბევრ კარაქს, ანუ დაახლოებით 20 გრამს, და კიდე დავამატებთ. გული აგვეთანაღროს რამეზე. ასე ვავიღებთ 1 სალ როზმარინს, ჩავაგდეთ ამ კარაქში. ესე ჩავაგდეთ აქ როზმარინი, აქ დავადებ ზემოდან ახლა ამ როზმარინს და ესე ბეისტინგს გავუკეთებ. ეგ არის. კიდე ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის სტეიკის შეწვის დროს უშვებენ, რომ სტეიკს ჭირდება დასვენება შეწვის შემდეგ. ანუ დაახლოებით იმდენი ხანი უნდა დავაცვენოთ ჩვენი სტეიკი,
რამდენი ხანიც იწვებოდა. ეს შიდა წვენები რაც არის, რაც ხა ამ ტემპერატურის ცვლილებიდან საკეთი გიჟებივით დადიოდნენ და ხანაკით გადადიოდნენ, ეხლა დაწყნარდებიან, თავის ადგილებში დაბრუნდებიან, სადაც თავისი ადგილია და იქნება ყველა ჩვენი სტეიკის ნაჭერი იდეალური. ველოდებით მაგას, მაგრამ სანამ მაგას ველოდებით, ასე უნდა ავიღოთ ხახვი და ხახვს რომ ავიღებთ, დავჭრით ძალიან წვრილად, რომ გავუკეთოთ კარამელიზირებული ხახვის, უბრალოდ ზედა კარამელიზირებული ხახვი გავუკეთოთ. ხო გიყვართ ხახვი? ამას ახლა კარგად დავშლით ამ ხახვს და იგივე ტაფაზე დავყრით ჩვენს ხახვს, რომ კარგად მოიბრაწოს, ასევე მარილი და შენ ხარ ჩემი ბატონი, ცოტა შაქარს გავუკეთებ კიდე ზემოდან. და ოდნავ ტკბილი კარამელიზირებული ხახვი მქონდეს. და დაახლოებით 5-6 წუთი მოუბრაწოთ. ეს შეგიძლიათ რომ მანამდეც გავაკეთოთ, სტეიკი ძალიან არ გაგიცივდეთ. იგივე ტაფაში იმიტომ ვაკეთებ, რომ დარჩენილი იქ ხორცის ნაწილაკები რაც იყო მიმწვარი ყველაფერი ამოვიღე უკან დეგლაზირება გავუკეთე და პირველად უფრო გემრიელი ხახვი იქნება. თუ ძალიან კარამელიზირებული და არა ცოცხალი ხახვის გემოგიყვართ, დაახლოებით 20-25 წუთი ჭირდება ხოლმე კარამელიზაციას ხახვისას. ასევე შეგიძლიათ პურიც გავხოთ იგივე ტაფაში, ტაფაშიც ვაკეთებთ ხახვს და უფრო გემრიელი იქნება, არომატები რა დავკარგოთ. პურები გაიხუხა უკვე, ესეთი ლამაზი ოქროსფერი ფერი მიიღო. ავიღოთ სტეიკი, ჯერ ძვალი მოვაცახლოთ, ხონის ნაწილიც მოვაცახლოთ, რომელიც ასევე არ მინდა მე. და ეხლა დავიწყოთ გაჭრა. ეხლა ავიღებთ ამ ჩვენს კარაქს, რომელსაც დავადებთ აქ ესე თავზე და დავუსვათ. და დავადოთ რუკოლა. და დავადოთ სტეიკები. კარამელიზირებული ხახვი, ჩიმიჩური соуსი. ესე. ვერ მოვითმინე, ძალიან გემრიელი სტეიკი გამოვიდა, იდეალური, პერფექტ მედიუმი არის, უფრო მედიუმისკენ რეალისკენ გადაღების დროს ვერ აკონტროლებ ეგრე მეტად. ძალიან გემრიელია. და ეხლა ვნახოთ რომ რამდენად გემრიელი გამოვიდა ჩვენი სენდვიჩი და რა თქმა უნდა ამაში დაგვეხმარება ვინ თუ არა ჟან-ჟაკ ლუხსმანი, ანუ ჟან-ჟაკ სურბი. შეგვიძლია რომ მოვიდეს. ძალიან კაი სუნები დგას სტუდიაში, მინდა აღნიშნო. სად არის ჩემი კოლა? კოკა-კოლის გარეშე. კარგი. ჟან-ჟაკ ლუხსმანმა უკვე ისწავლა ქართული და ძალიან კარგად მეტყველებს, აი ამას დავამატებ უბრალოდ მე ცოტა. ჯერჯერობით შოკის მომგვრელი გამოცდილებაა და ხმას ვერ ვიღებ, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, კოკოს მივატანკებ და ნახოთ რა იქნება. ჯერჯერობით მე ესეთი ხორცი ალბათ 5 მაქვს ნაჭამი. ძალიან კაი არის. ძალიან კაი, აღარ გაითვალისწინეთ რომ მე ხორცს ვჭამ ყოველ დღე. ხორცს თუ არ ვჭამე, ნიშნავს რომ იმ დღემ შიმშილით ჩაი არა. კარამელიზირებული ხახვის ცოტა სიტყვა დააკვდა. სიმცხალე გემო ძალიან უხდება და ცოტა თუ დააკვირდებით იმ ფორთოხლის ცენტრად თუ შეყვა, ძალიან კარგად უხდება ხორცს. და რავი, ძალიან მაგარი სენდვიჩია. აერტი სენდვიჩი, აი ესეთი. ძალიან ბევრი გემო შემოდის, სხვათა შორის არ ველოდებოდი ამდენი გემო თუ შემოვიდა. თავიდან პატარაზე ხორცი გავსინჯე და დომინანტური როზმარის გემო ქონდა, მაგრამ ესენი რომ დაემატა, ყველა გემო თავის პონჩი რიგრიგობით შემოდის. გადასარევია. შემდეგი ტოპების რო ნახოთ და რო არ გამოგჩეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ ეს თქვენს მეგობარს, რომ მე გაჭამოთ მაგან ყველაზე გემრიელი სტეიკ სენდვიჩი. და მოკლედ დაგვიდექით გვერდში და ერთად ავაშენოთ სუფრის კოდის პატარა კიბერ სოფელი. კი ბატონო. ესეა. მართალია. ბაი.